გამარჯობა მეგობრებო, ყოველკვირეული გადაცემა La Gazzetta Georgia, გიორგი პავლიაშვილი მოგესალმებათ. დღეს ცოტა განსხვავებული ფორმატი გვექნება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშების მოლოდინში ვართ და როცა ეს თამაშები ჩაივლის სომხეთთან დაპირისპირებები, მე გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი და მათთან ერთად სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, შაბათ-კვირას იმდენი საინტერესო მოვლენა იყო. ქართულ სპორტსმენებთან დაკავშირებული, ქართულ ნაკრებებთან დაკავშირებული, რომ მე მგონი უკრაინი იქნება გავიაროთ ეს თემები. პირველ რიგში ფეხბურთზე, რა თქმა უნდა, ძირითადად აქცენტს გავაკეთებ დღესაც, მით უმეტეს ქართულმა ლეგიონერებმა უკვე ტრადიციულად ძალიან მაგარი შედეგები გვანახეს ევროპულ სტადიონებზე, მაგრამ მინდა 1-2 სიტყვით შევეხო საქართველოს ნაკრებებს, პირველ რიგში რაგბის ნაკრებს, რომელმაც კიდევ ერთხელ მოახერხა იმის მოგება, რასაც იგებს ყოველთვის და მე მგონი ცოტა, რა თქმა უნდა, ყველა გამარჯვება მით უმეტეს ეროვნული ნაკრების გასახარია, მაგრამ დამღლელიც უკვე ქართველი გულშემატკივრისთვის დამღლელი ის, რომ საქართველოს ნაკრებს არ ეძლევა შანსი ითამაშოს უფრო სერიოზულ გუნდებთან, არ ვიცი კიდევ რა უნდა მოხდეს, რამდენჯერ უნდა მოიგოს, რა ანგარიშებით უნდა მოიგოს საქართველოს რაგბის ნაკრებმა, რომ რაღაც კმედითი ნაბიჯი გადაიდგას იგივე 6 ერისკენ, იმიტომ რომ დაახლოებით როგორი სიტუაცია არის, ჩემი აზრით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მუდმივად თამაში ეძლებოდა, რომ კონდეს მხოლოდ მალტასთან, ლიხტენშტაინთან, სან-მარინოსთან და ეგეთ გუნდებთან და ისეთი ვარსკვლავები, როგორც თქვათ, ხვიჩა კვარაცხელია და დანარჩენები არიან, თამაშობდნენ ამ გუნდებთან და შანსი არ ეძლეოდეთ გამოვიდნენ და ითამაშონ გრანდებთან. ხო, იგივეა რაც დათუნა ნინიაშვილი, სუპერ ვარსკვლავი რაგბის, რომელიც თამაშობს საქართველოს ნაკრებში და უწევს ამ ესპანეთთან და გერმანიასთან და ეგეთ ნაკრებებთან დაპირისპირება და არ მხოლოდ ნინიაშვილი, ხო, სხვა ბევრი მაღალი დონის მორაგბეც ყავს, ასე რომ ეს ბიჭები 4 წლის განმავლობაში ელოდებიან მსოფლიო თასს, რომ თავის შესაძლებლობები იქ დაამტკიცონ და შუალედში აქვთ თამაშები მხოლოდ აი ამ გაუგებარ ნაკრებებთან აბსოლუტურად. თუმცა ეს მეორე თემა, ეს უკვე რაგბის მამებზეა დამოკიდებული, რა და როგორ იქნება მომავალში. მე კიდევ ერთხელ ულოცავ ქართველებს ამ გამარჯვებას, ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, სადაც თამაშობ ამ მომენტისთვის იქ უნდა მიახციოს წარმატებას და ამას იდეალურად აკეთებენ ჩვენი მორაგბეები. კიდევ ერთი სანაკრებო გამარჯვება გქონდა ამ უქმეებზე, ამ კვირის განმავლობაში ზედიზედ 2 შეხვედრა მოუგო საქართველოს სახელმწიფო ნაკრებმა ბოსნიას. ესე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ, 4, 5, 6 წლის წინ საქართველოში გულშემატკივართა უმრავლესობამ შეიძლება არც იცოდა, რომ ხელბურთის ნაკრები ყავდა. თუ ხელბურთში უშუალოდ მაინც და მაინც ჩახედული არ იყავი ადამიანი. ან ვიცოდით, რომ ყავდა, მაგრამ სადრას თამაშობდნენ, წარმოდგენა არ ქონდა არავის. პროგრესი აშკარა არის ამ სპორტში, რაც ეხება მამაკაც და ხელბურთს და ქალებშიც ვიცი, რომ არის საინტერესო პროექტები და პროგრამები, რამაც მომავალში უნდა მოგვცეს შედეგი, რაც შეეხება სახელმწიფო ნაკრებს, კაცთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ერთხელ უკვე ვითამაშეთ და ბოსნიასთან ზედიზედ 2 გამარჯვებით პრაქტიკულად გადაწყდა, რომ ზედიზედ მეორედაც ითამაშებენ ჩვენი ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატზე, რაც ძალიან დიდი მიღწევა არის, მშვენიერი ხელბურთელები ყავს. მთავარი მსმენელის ტიტე კალანდაძის ხელმძღვანელობით, აგერ ბოსნია არ არის ხელწამოსაგრავი ნაკრები ნამდვილად და ორივე შეხვედრაში საკმაოდ მძიმე ბრძოლა იყო, მაგრამ როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ისე ამ შესარჩევშიც ჩვენებმა მოახერხეს და დაამარცხეს ეს ბოსნია და საბერძნეთთან დაგვრჩა თამაში. თითქმის გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, ასე რომ მიულოცოთ საქართველოს ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს და უშუალოდ სახელმწიფო ნაკრებს ეს გამარჯვება, ეს 2 მნიშვნელოვანი ამბავი და პლუს 1 ფეხბურთს მიღმა, რაც იყო ყველაზე მთავარი UFC-ში. მორიგი გამარჯვება გვაქვს, რომან დოლიძემ რევანში აიღო მარვინ ვეტორისთან მძიმე ბრძოლაში, ისე როგორც პირველი შეხვედრა იყო მათი. თუმცა რაც თავარია რევანში შედგა და დოლიძემ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ გახდეს კონტენდერი მომავალში, რა თქმა უნდა, მიზანი ყოველთვის ეს არის, მან გამოიწვია ვიტაკერი და ადესანია, არ ვიცი რომელიმესთან მოუწევს თუ არა უახლოეს მომავალში დაპირისპირება. ნუ პრინციპში ამის შესახებ ჩვენივე არხებზე საბას ოზაშვილი თავის სტუმრებთან ერთად უფრო დაწვრილებით ითამაშებს არა, არც იჩხუბებს ამ შემთხვევაში ილაპარაკებს. მე უბრალოდ მინდოდა რომ მანისთვისაც მიმელოცა ეს გამარჯვება და მოსავალცი ამბები არის ფეხბურთთან დაკავშირებით, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს გადაცემას ქვია ფეხბურთთან ახლოს შესაბამისად. ამ უქმეებზე კვლავ თავი გამოიჩინეს ქართულმა ფეხბურთელებმა და ეს განსაკუთრებით გასახარია იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთთან 2 უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გველოდება და პრინციპში არც არაფერი დარჩა ამ შეხვედრებამდე, ხუთშაბათს ერევანში გვაქვს თამაში.
მექნება პატივი და დავესწრები ადგილზე ამ დაპირისპირებას და მე უკვე 23-ში თბილისში გაიმართება შეხვედრა. ჩვენ გვინდა რომ პირველივე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა სოლიდური ოპერაცია მოიპოვოს და ამისი საფუძველიც გვაქვს პრინციპში უკეთესი ნაკრებია საქართველოს და ამაში მე მგონი ყველა დამეთანხმება. გუშინ გიორგი მიქაუტაძემ კიდევ ერთი ბრწყინვალე თამაში ჩაატარა, მანამდე იყო ევროპის ლიგაზე მისი გამოსვლა სტიაუასთან და დუბლი, საგოლე პასების დუბლი და გოლების დუბლი, საოცარი თამაში ჩაატარა მიქაუტაძემ. ეს არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ ფონსეკას ის ძირითად შემადგენლობაში დაეყენებინა ლეაურთან, მაგრამ 10-15 წუთიც ყოფნის მიქაუტაძეს იმისთვის, რომ შემოვიდეს და თამაში გააკეთოს, გუშინაც გოლი გაიტანა, თან ძალიან ლამაზი ორი საგოლე პასი გააკეთა, ასე რომ პირველ შეხვედრაში თან ხუჩა კვარაცხელი არ გვეყოლება და მე მგონი ხვდებით ვინც უნდა იყოს მთავარი დამრტყმელი ძალა, იმიტომ რომ ჟორჟი საოცარ ფორმაში არის და მე მგონი სომეხ მცველებს საკმაოდ დიდი თავის ტკივილი ელოდებათ. მით უმეტეს რომ კარგ ფორმაში შევიდა ბუდუ ზივზივაძეც. ეგ არის საინტერესო ისე რას გადაწყვეტს ვილის ანიოლი, რამდენად კვარაცხელი ეს არ ყოფნაში რამდენად დააყენებს ორივე ფორვარდს, იმიტომ რომ იყო 1-2 შემთხვევა, როცა მან ხუჩა კვარაცხელია, და ხო ხუჩა როცა არ იყო მიქაუტაძე და ბუდუ ათამაშა ლუქსემბურგთან. ბუდუმ იმ შეხვედრაში შესანიშნავი საფრთხილება დატოვა, მაგრამ მერე იყო კიდევ შემთხვევები, როცა მიქაუტაძე და ბუდუ იყვნენ ორივე მოედანზე და დიდად თითქოს ეს ყველაფერი არ წაადგა საქართველოს ნაკრებს რაღაც შემთხვევებში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც გამომდინარე იქიდან, რომ აგერ ზივზივაძესაც გოლები გააქვს, გახსნა საკუთარი ანგარიში ჰაიდენჰაიმში ძალიან ლამაზი გოლით და ამ ქმეებზეც გაიტანა და თან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო ჰაიდენჰაიმმა უშუალო კონკურენტ კილთან. ბუდუმ გოლის გარდა საგოლე პასიც გააკეთა. მე მაინც მგონია, რომ კიდევ ერთხელ უნდა დაიტესტოს ეს ვარიანტი, თუნდაც 4-4-2, რატომაც არა, სომხეთთან შეიძლება ამის გაკეთება და ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი მიქაუტაძემ უნდა იყვნენ ძირითად შემადგენლობაში. მათ გარდა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო ლევანტემ და გიორგი ქოჩორაშვილის კიდევ ერთი საგოლე გადაცემა ვნახეთ, თან თამაშის ბოლოს ძალიან კარგი პასი გააკეთა, ისიც ბრწყინვალე ფორმაშია, იქ გაიტანა პენალტი ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც წლებია უკვე შტურმის ლიდერია, მოკლედ გვახარებს ჩვენი ფეხბურთელების ესეთი გამოსვლა. გიორგი გოჩოლეიშვილმა გაიტანა ასევე სადებიუტო გოლი კოპენჰაგენის შემადგენლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო გოჩოლეიშვილისთვის, ისიც არის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული. მე მგონი მაყურებელმა ისედაც იდეალურად იცის ვინ არიან ჩვენს გუნდში გამოძახებულები. უბრალოდ მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ დებიუტანტი იქნება ლაცაბიძე ეროვნულ გუნდში და ნელ-ნელა ალბათ დროთა განმავლობაში დებიუტანტებს უნდა ველოდოთ ხოლმე სანიოლის მხრიდან, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი 21 წლამდელთა ნაკრები ყავს, რომელმაც კიდევ ერთხელ მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ამ გუნდიდან სავარაუდოდ დროთა განმავლობაში კიდევ ამოწევს სანიოლი ფეხბურთელებს ეროვნულ გუნდში და ლაცაბიძეს შანსი მიეცა, საკმაოდ კარგი ტანმაღალი ცენტრალური მცველი, არ ვიცი თამაში შესაძლებლობა რამდენად ექნება ან ერთ ან მეორე შეხვედრაში, მაგრამ უკვე კარგი ამბავია ის, რომ ეგეთ ფეხბურთელებს ეროვნულ გუნდთან ერთად ყოფნის შესაძლებლობა ეძლევათ. კიდევ ერთი სიახლეს ვერ დავარქმევ და დებიუტი ეს არ იქნება, მაგრამ რეალურად სიახლე არის ის, რომ გიორგი ზარია არის გამოძახებული საქართველოს ნაკრებში და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. ზარი სხვა შორის ვესაუბრე, როცა კაირატი გახდა, ის კაირატის შემადგენლობაში თამაშობს ყაზახეთში, როცა ის გახდა ჩემპიონი და გუნდის წლის საუკეთესო ნახევარმცველი ყაზახეთის ჩემპიონატის, მაშინ ვესაუბრე, რომ მე მგონი უკვე დროა რომ ნაკრებში დაგაბრუნონ, თქონა იმ პერიოდში უწევდა მე გამოძახება, თუმცა არ გამოიძახეს, მაგრამ დიდხანს ლოდინი ზარიას მაინც არ დაჭირდა. ამჯერად უხმეს უკვე ნაკრებში და ეს ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ საქართველოში თამაშისას ეს ბიჭი როგორც დინამო თბილისის, დინამო ბათუმის შემადგენლობაში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და ანუ კაირატი ძლიერი გუნდია, ყაზახეთის ჩემპიონი გახდა, ევროტურნირებს ითამაშებს. ჩვენ და სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ყაზახეთის ჩემპიონატი დღესდღეობით საქართველოს ჩემპიონატზე უკეთესია და უკვე კარგახანია უკეთესია თან შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია ამის საუბარი და დონიდან გამომდინარე, ასე რომ ზარიას გამოძახებაც საერთოდ არ გამიკვირდა, პირიქით ველოდებოდი და სანიოლმა ეს გააკეთა. და მე რაც მომწონს ყველაზე მეტად ვილის სანიოლს კრიტიკა შეხვდა განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატის მერე ერთა ლიგის დასკვნითი ფაზის დროს, როცა უკვე თითქმის ყველაფერი წავაგეთ. ერთი უკრაინასთან ფრე იყო დანარჩენი თამაშები დაუთმეთ და საქართველოში ნებისმიერ მწვრთნელს აკრიტიკებენ, მაგრამ მე ყველაზე მეტად რაც მომწონს ვილის ანიოლის გადაწყვეტილებები თითქმის ყოველთვის არის სრულიად ადეკვატური, თუნდაც იგივე ფეხბურთელების გამოძახებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს წლების განმავლობაში რა ხდებოდა, გულშემატკივარი როგორ უკმაყოფილო იყო, რომ იმას არ იძახებენ, ამას არ იძახებენ, იმას შანს არ აძლევენ, იმას ჩაწყობით იძახებენ, იმას ხათრით, იმას ნათესაობით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი საქართველოს ნაკრებში ჩემი აზრით დასრულდა უბრალოდ, იმიტომ რომ
შეიძლება კიდევ ვიღაცას რაღაც პრეტენზია ჰქონდეს, რომ აი ის კარგ ფორმაში არა თუ არ დაუძახეს, მაგრამ მთლიანობაში სანიოლის მოსვლასთან ერთად ბოლო წლებში განსაკუთრებით დაალაგდა ეგ ამბავი, რომ თითქმის ყველა საუკეთესო ფეხბურთელი, ვინც არსებობს საქართველოში, გამოძახებულია ხოლმე საქართველოს ნაკრებში და მათ შანსი ეძლევათ, რაც ძალიან სასიამოვნო ამბავი არის. გოგლიჩიძეზეც უნდა ვთქვათ ერთი სიტყვა, იმიტომ რომ სანიოლის პრესკონფერენციას მივადევნეთ თვალყური ალბათ. ყველამ და მან პირდაპირ თქვა, რომ გოგლიჩიძე იქნება ძირითად შემადგენლობაში. პირველ შეხვედრაში გურამ კაშია ვერ დაეხმარება საქართველოს ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო და ნამდვილად იყო დრო მოსული იმისა, რომ გოგლიჩიძეს შანსი მისცემოდა. თვითონ სანიოლმა ასევე სრულიად ადეკვატურად ისაუბრა იმაზე, რომ თაობათა ცვლის პროცესი არის, თუმცა ეს არ ეხება მთლიანად ნაკრებს, უმეტესწილად დაცვის ხაზს და ამ დაცვის ხაზში ახალი ფეხბურთელები საჭირონი არიან. ამას უკავშირდება ალბათ ლაცაბიძის გამოძახება და ამას უკავშირდება ისიც, რომ გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, იმიტომ რომ რეალურად კი დიდი პატივისცემა ყველას აბსოლუტურად იქნება ეს მით უმეტეს გურამ კაშია, ლეგენდარული კაპიტანი საქართველოს ნაკრების, მაგრამ ასაც თავისი მიაქვს კიდევ რამდენხანს ითამაშებს ხო კაშია, არის იქ კვერკველია და გველესიანი, თუმცა ამ შემთხვევაში არც ერთ მათგანს არ უხმო სანიოლმა და ესეც სწორედ ამით ახსნა, რომ ნელ-ნელა თაობათა ცვლის პროცესი უნდა დაიწყოს და დაცვის ხაზში გაახალგაზრდავება, კარგი ძლიერი ფეხბურთელების წამოსვლა, ჩემი აზრით ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში საქართველოს ნაკრებს საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს, იმიტომ რომ ამ მომენტისთვის სხვა რგოლებს რაც ეხება მით უმეტეს შეტევას და პრინციპში ნახევარდაცვასაც ძალიან დიდი საფიქრალი არ გვაქვს, ხო, ასე თუ ისე სიღრმეც არის. აგერ ზარიაზე ვილაპარაკეთ ამდენი ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ უდიდესი კონკურენცია იმ პოზიციაზე, სადაც ის თამაშობს ნაკრებში გამოძახება უბრალოდ არ ეღირსა. ესპანეთთან აქვს ერთადერთი თამაში მას ჩატარებული ეროვნულ გუნდში და ეს ყველაფერი გვახარებს. ერთადერთი პოზიცია, სადაც შედარებით გაძლიერება არის საჭირო, ეს არის დაცვის ხაზი და მოდიან ბიჭები, ხო, სამწუხაროა რომ საზონოს აერია ცოტა კარიერა იმხრივ, რომ ძალიან სერიოზული ტრამვები მიიღო და ამ ეტაპზეც ვერ თამაშობს, მაგრამ იმედია საზონოვიც დაალაგებს აი მაგ პრობლემას მოაგვარებს და დაბრუნდება ისეთივე ძლიერი როგორც იყო და კიდევ უკეთესი. და რაც შეეხება მეკარეს, რა თქმა უნდა, ამ პოზიციაზე ფიქრი დიდად ჩვენ არ გვიწევს, იმიტომ რომ ყავს გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ამ ეტაპზე შეუცვლელია, თუმცა ერთი კარგი ამბავის გავრცელდა დღეს ლუკა გუგეშაშვილმა მოაწერა კონტრაქტს ხელი სალონიკის პაოკთან. შვენიერი განვითარება ამ ბიჭის კარიერის, იმიტომ რომ საკმაოდ პერსპექტიული მეკარეა ლუკა. თამაშობდა ყარაბაღში, იქ იშვიათად ეძლეოდა შანსი, წავიდა საბერძნეთში, შედარებით დაბალი დონის გუნდში და იმდენად გამოიჩინა თავი, რომ ბერძნულ გრანდთან გააფორმა კონტრაქტი. ეს პატარა ამბავი არ არის, აიკი პაოკი ბოდიში საკმაოდ დიდი გუნდია. სალონიკში გიждდებიან ამ გუნდზე საკმაოდ დიდ ქალაქში, მუდმივად გადავსებულია ტუმბა არენა, მათი სტადიონი და გუგეშაშვილი იქ იბრძოლებს და იმკვიდროს თავის ძირითად შემადგენლობაში, იმედია ეს გამოუვა და ჩვენ მივიღებთ ორ საკმაოდ მაღალი დონის მეკარეს, გასაგებია კიდევ ერთხელ მეორებ, რომ უდიდესი ალბათობით უახლოეს და შეიძლება შორეულ მომავალში მამარდაშვილის პირველ ნომრობას ნაკრებში არაფერი ემუქრება, მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვანია მეკარის პოზიციაზე მეორე ძლიერი მეკარე სათადარიგოთა სკამზე, როცა დაგჭირდება ყოველთვის შემოიყვანა და იყო იმედიანად ლორია ისევ გუნდშია, მას არ დაუსრულებია კარიერა, მაგრამ ეგეც გასაგებია, რომ კაშიას მსგავსად გიორგი ლორიაც მთელი ცხოვრება სამწუხაროდ ფეხბურთში ვერ დარჩება. ფეხბურთში შეიძლება დარჩეს, მაგრამ ვერ ითამაშებს ფეხბურთს ამ დონეზე. ასე რომ ესეთი ამბები არის, სულ ცოტა რჩება სანაკრებო შეხვედრებამდე, მე ძალიან დიდი მეტს ვიტოვებ, რომ ბელიგიაში დარჩება საქართველოს ნაკრები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, 4 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი მომავალი და C-ლიგიდან იქ მოხვედრა შეიძლება საერთოდ შეუძლებელი გახდეს და ისედაც იქნება ურთულესი, ასე რომ B-ლიგიდან ჩვენ გვექნება ბევრად უკეთესი შანსი მოხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე, ისე როგორც მოხვდით წინა ევროპაზე, ასე რომ ბელიგაში დარჩენა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საერთოდ ბელიგას რო თავი დავანებოთ, სომხეთთან დაპირისპირება არის მნიშვნელოვანი, სხვა мотиваცია რომ გადავდოთ გვერდზე საქართველოსთვის, სომხეთთან შეხვედრა პრინციპულია, ისე როგორც სომხეთისთვის საქართველოსთან შეხვედრა და მაშინ როცა ჩვენ უკეთესი ნაკრები ვართ, მე მგონია ყველაფერია იმისთვის, რომ არ მხოლოდ უბრალოდ დავამარცხოთ სომხეთი, თუნდაც ორივე თამაში მოუგოთ და რა თქმა უნდა ერევანშიც სარგიზიანის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ფავორიტად არის მიჩნეული. ასე რომ რაგბის ნაკრების, სახელბურთო ნაკრების გამარჯვებებს იმედია მოყვება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაც ამჯერად უკვე სომხეთთან და ჩვენ ყველა ერთად უგულშემატკივრებთ ჩვენს ეროვნულ გუნდს. როგორც გითხარით, ეს მოკლე ჩართვასავით იყო ჩვენი. ვისაუბრეთ იმ ყველაფერზე, რაც მოხდა ამ შაბათ კვირას, შემდეგ ორ შაბათს უკვე უფრო ვრცლად
ვილაპარაკებთ იმ ყველაფერზე თუ რა მოხდება ერევანსა და თბილისში საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით და გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი. და რასთავარი არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, La Gazzetta Georgia YouTube არხი, ასევე საფეხბურთო და არა მხოლოდ საფეხბურთო სიახლეებს ქართულ და მსოფლიო სპორტთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ La Gazzetta Georgia G-ზე, ძალიან საინტერესო საიტი და საინტერესო ავტორები ამ გვერდზე ჩვენი გუნდის, ასე რომ იყავით ჩვენთან ერთად.